დღეს მე მივიღე აქ ევროკავშირის ჩვენი პარტნიორ ქვეყნების ელჩები მათთან ერთად იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც არიან იყვნენ წარდგენილი ეგრეთ წოდებულ პარლამენტში. დღეიდან უკვე მათი მანდატები გაუქმდა და ერთ-ერთი გზავნილი და თემა ჩვენი ევროპელი პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს რეალურად დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება. რამე თუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი თავისთავად არ არის პოლიტიკური სივრცე, უკვე არჩევნებიდან აღარ არის, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არც ერთი უფლება დაცული აღარ არის, არც გამოთქმის უფლება, არც შეკრების უფლება აღარ არის დაცული და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად. ამდენად ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება გავრცელდეს ამ ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, რამე პოლიტიკური წარმონაქმნი წარმოუდგენელია, სანამ მანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები და ეს იყო მთავარი გზავნილი ამ ელჩებისთვის და მათი დედაქალაქებისთვის, რომ დღეს საჭირო არის განახლებული იყოს, როგორც აქ განახლდა რეპრესიები, განახლებული იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან ამ ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ შეიძლება ასე ვახსენოთ, როგორც რეჟიმი, როგორც რუსული ყაიდის რეჟიმი, ამ რეჟიმზე იმისთვის, რომ დაინიშნოს არჩევნები. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ დღეს ვერავინ ვერ იტყვის, როგორ დაინიშნება არჩევნები, რაც ეს კითხვა წარმოუდგენელიც არის, იმიტომ რომ ეს მოხდება თავისი სწორედ ამ ზეწოლების გარედან და შიგნიდან, ამ ზეწოლების შედეგად მოხდება ესა. იმიტომ არ არსებობს ქვეყანა და არ არსებობს ისტორიული მაგალითი, როცა რეჟიმი არის სრულიად იზოლირებული თავისი მოსახლეობიდან და დანარჩენ პარტნიორებისგან და გააგრძელოს თავისი მმართველობა და არ მართავს ეს რეჟიმი უკვე. პატარა ქვეყანა არის საქართველო, ეს არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია რაღაცა პერიოდი და შეიძლება დიდი პერიოდიც გაუძლოს სანქციებს, ან ირანი, რომელსაც შეუძლია ჩაიკეტოს მთლიანად. ამ ქვეყანაში ეს შეუძლებელია და ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას და ეს იყო ჩემი მეორე გზავნილი. დღეს მხოლოდ და მხოლოდ თუ გადავხედავთ რა ზომები, რა კანონები, რა გადაწყვეტილებები არის მიღებული უკვე არჩევნებიდან შემდგომ პერიოდში, მხოლოდ და მხოლოდ მიღებული არის რეპრესიული ზომები და კანონები, სხვა არაფერი. არც ერთი ვერ დამისახელებთ, არც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართული არის იმისკენ, რომ მართული იყოს ეს ქვეყანა რამე მიმართულებით, რომ მიდიოდეს სადმე. არც საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს, საგარეო პოლიტიკა არის მხოლოდ დაყვანილი იმაზე, რომ საზოგადოებას მისცენ აღიარების ვითომც და რაღაცა ფორმები, ხელის ჩამორთმევა ვიღაცასთან, ოღონდ ვიღაცა იყოს მეორე მხარეს და ამითი ეს გაასაღონ როგორც ერთგვარი აღიარება. ასევე ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში, საიდანაც არაფერი არ მოდის, არანაირი შინაარსი არ გააჩნია ამ ვიზიტებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღაც ვიღაცა წავიდა და ჩამოვიდა და სადღაც რაღაცა შეხვედრა შედგა. ასევე ეკონომიკა, არ არსებობს ქვეყანაში ეკონომიკა, გაჩერებული არის ყველაფერი და ის ინვესტიციები სრულიად გაჩერებული არის და აქაც ჩვენ გვაქვს ვითომც პოლიტიკა და ვითომც პოლიტიკა არის, ვითომც რაღაცა მემორანდუმი, რომელიც რაღაცა ვითომც მილიარდები უნდა შემოიტანოს, სრულიად გაურკვეველი არის რა ფორმით, როდის და რისთვის. ეს არის ქვეყანა, სადაც რეალურად აღარ არსებობს პოლიტიკა როგორც ასეთი და ამდენად ვინც ითხოვს ან ოპოზიციისგან, ან საზოგადოებისგან, ან ზოგჯერ პრეზიდენტისგან, რომ აბა რა გეგმები და რა პოლიტიკა გაქვთ, ეს არის აბსურდული კითხვები, იმიტომ ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, სადაც შეიძლება მხოლოდ ბრძოლა. და ეს ბრძოლა გაშლილი არის ყველა ფრონტზე და ჩვენ ვხედავთ და ამას ძალიან აფასებენ და ეს იყო ჩვენი აქ პარტნიორების მოსვლის ერთ-ერთი გზავნილი ჩვენთვის
იმის, რომ უყურებენ და არიან აღფრთოვანებული იმითი თუ რა შემართებით არის დღევანდელი ჩვენი საზოგადოება და როგორ ჩანს, რომ ის ბოლომდე წავა და არ უშინდება იმ რეპრესიულ ზომებს, რაც არის მიღებული. ბრძოლა გრძელდება ყველგან, ჩემთვის მაგალითად გუშინ ვაშინგტონში, ხვალ მიუნხენში, პარიზში, სადაც შეიძლება რომ იქ მიხვიდე და სთხოვო, რომ უფრო ნათელი იყოს კიდევ ამ რეჟიმის კვალიფიკაცია. ჩვენ გვაქვს აქამდე ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადებები საზოგადოების მიმართ, კრიტიკა რეჟიმის გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ჯერ არა სრული კვალიფიკაცია, რომ ეს არის უკვე დიქტატურა, რუსული ყაიდის დიქტატურა და ეს უნდა ითქვას. და უნდა იყოს ერთობლივი ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ რომ პოლიტიკური სწორედ ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი. ეს არის ახალი არჩევნები. სხვა გზა არ არსებობს გარდა არჩევნებისა და ძალიან სწორედ, ძალიან ბრძნულად ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ეს არის ერთადერთი მოთხოვნა, რაც შეიძლება არსებობდეს და რასაც შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა დაუჭირონ მხარი. ამასთან ერთად ცხადი არის ამ ჩვენი სინდისის პატიმრების განთავისუფლება უნდა იყოს ყოველდღიური მოთხოვნა. ჩვენ ვიცით, რომ რეპრესიული რეჟიმი ამას არ აკმაყოფილებენ იმ თავითვე, მაგრამ ზეწოლა უნდა იყოს ყველა მიმართულებით, ზეწოლა უნდა იყოს იმ ქართულ ბიზნესზე, რომელსაც დღეს ჯერ არ გაიგო, რომ მისი ბედი არის დაკავშირებული ამ ქვეყნის ბედთან და არა რუსეთთან. ზეწოლა უნდა იყოს იმის მიმართ და მაგალითად საზმაუსის მიმართ, რომელიც იყო დაკავშირებული ევროპულ ბორდთან და რომელსაც უნდა იქიდანაც იყოს ზეწოლა იმისთვის, რომ შეწყდეს ეს შიდა რეპრესიები, რომელიც დღეს ვრცელდება პრაქტიკულად ყველა უწყებაზე. და როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მე მინდა ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელი არის ის, რაც გამოცხადდა, რომ შეიძლება რომ ეს რეპრესიები და ეს დათხოვები შეეხოს ასევე სამხედრო თავდაცვის სამინისტროს, რამე თუ ეს არის ჩვენი ქვეყნის საყრდენი, ჩვენი დამოუკიდებლობის საყრდენი და არ შეიძლება ამ უწყების რამენაერად პოლიტიზირება და მე მინდა მივმართო მათ ჩვენ სამხედრო ძალებს და უთხრა, რომ მე ბოლომდე ყოველთვის ვიქნები მათ გვერდში. იმისთვის, რომ მათ კონდეთ ყველანაირი საშუალება და უფლება, რომ ეს ქვეყანა დაიცვან როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სუვერენული საქართველო.